ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მე-20 მიკრორაიონისა და მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც რუსთაველებმა აღნიშნეს, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მათი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მოსახლეობის თქმით, მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობა კიდევ უფრო ამძიმებს. ძიძიგურის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ადგილობრივებს ძიძიგურმა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ბევრი ხალხი მოდის შეხვედრებზე, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. მე ყველას მინდა უთხრა და გაუმეორო, რომ კარტოფილს დაურიგებენ მაკარონს თუ ზეთს, ამის გამო ხმა არ მიცენ ხელისუფლებას. არა, გამოართვან ყველაფერი. ეს არის მათი ფულით შეძენილი პროდუქტები, ეს არის მათი ფულით შეძენილი რაღაც სიკეთეები. და რაღაცას ახალს მოვიდა, ჩვენები აუცილებლად უნდა იყოს სიკეთისაკენ, მხოლოდ სიკეთისაკენ. ხვალინელი საქართველო უნდა იყოს ბედნიერი და გაწყინებული.